საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა მათ განათლების რეფორმის ხედვა გააცნო და მოისმინა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თუ რა პროფესიული მიმართულებებით უჭირს სექტორს მუშახელის კუთხით. უფრო მეტ შეხვედრის შესახებ ანა ბროლაძე გვიამბობს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება. ანა, დეტალებს ველით შენგან. დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან საქართველოს ხელისუფლების შეხვედრა. პრემიერ-მინისტრთან ერთად ბუნებრივია შეხვედრას ესწრებოდა განათლების მინისტრი და ეკონომიკური სამინისტროს ხელმძღვანელი და დისკუსია შეეხებოდა იმას, რა მოლოდინები აქვს ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას. ერთი მხრივ, როდესაც გეგმავს განათლების რეფორმას, რომელიც 7 პუნქტს მოიცავს და მეორე მხრივ, რა მოლოდინები აქვს ბიზნესს, რომლის ინტერესებზე და მოლოდინებზე მორგებულიც უნდა იყოს ეს რეფორმა, იმის გათვალისწინებით, რომ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებული არის ის პოტენციური მუშახელი, რომელიც უნდა დაასაქმოს კერძო სექტორმა, რომელსაც ბუნებრივია აქვს თავისი მოთხოვნები და დღევანდელ შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, როგორც შეხვედრის შემდგომ პრემიერ-მინისტრმა განგვიცხადა, რომ ერთობლივად ჩატარდება კვლევა, როგორი არის ამ შემთხვევაში ბაზრის მოლოდინი, რაც შემდგომში უკვე ბუნებრივად უნდა აისახოს მათ შორის იმ პოლიტიკასა და მიდგომებზე, რომელმაც როგორც აღვნიშნე, უნდა უზრუნველყოს კვალიფიციური დასაქმებულების, ასე ვთქვათ, მომზადება საიმისოთ, რომ ბიზნესს აღარ კონდეს კრიზისი, როდესაც მას ექნება ვაკანსიები და დღეს მოვისმინეთ, რომ ამ კუთხითაც არის პრობლემა, რომ არის ადგილები, თუმცა არ არსებობს შესაბამისი პროფესიული ცოდნის მქონე ამ შემთხვევაში მუშახელი. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ განცხადებებს იმ შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც როგორც პრემიერისგან, ასევე განათლების მინისტრისგან მოვისმინეთ. ჩვენ გვინდა როგორც მოგეხსენებათ, რომ უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება დაეფუძნოს შრომის ბაზრის ანალიზი. და ამ ანალიზის განხორციელებაში გვჭირდება ბუნებრივია ბიზნესის დახმარება, მათი მხარდაჭერა და დღეს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს ანალიზი მომზადდება სწორედ ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთობლივი ჩართულობით, თანამონაწილეობით. ბუნებრივია განათლების, უმაღლესი განათლების რეფორმას აქვს საგანგებო მნიშვნელობა ბიზნესისთვის, როგორც მოგეხსენებათ, არსებითად ქვეყანაში არის ორი დამსაქმებელი, ეს არის საჯარო სექტორი და ეს არის კერძო სექტორი. აქედან გამომდინარე, განათლების რეფორმის განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართულობაც არის ბუნებრივია მნიშვნელოვანი. დეფიციტი არის ძალიან ბევრი მიმართულებით, არის დისციპლინები, სადაც ჭარბად მიიღება სტუდენტები და არის დისციპლინები, სადაც არის ძალიან სერიოზული დეფიციტი, ანუ შრომის ბაზარზე არის ბევრად მაღალი მოთხოვნა, თან არის საკმაოდ მაღალშემოსავლიანი პროფესიები, თუმცა სამსხოროდ სტუდენტები ნაკლებად ირჩევენ ასეთ სპეციალობებს. ჩვენ გვინდა რომ სწორად დავაბალანსოთ ეს საკითხი და მაქსიმალურად შრომის ბაზარზე მორგებით გადავანაწილოთ კვოტები დისციპლინების მიხედვით და უნივერსიტეტების მიხედვით. ბიზნეს სექტორის მხრიდან ძალიან პოზიტიურად იქნა შეფასებული წარმოდგენილი კონცეფციის დოკუმენტი და იქნა გამოთქმული არა მხოლოდ მხარდაჭერა, არამედ მზაობა იმისა, რომ ბიზნესი აქტიურად ჩაერთოს ამ კონცეფციის განხორციელებაში. ბიზნესისთვის აქტუალური არის განათლების სისტემის რეფორმირება, რამე თუ მიიღოს ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი მოქალაქეების სახით ის პროფესიონალი მუშახელი, რომელიც სჭირდება ამ ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად ბიზნესის ჩართულობა აი ამ კვლევების განხორციელებაში არის უაღრესად მნიშვნელოვანი ამ პროცესისთვის და ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთობლივი ძალისხმევით ეს პროცესები განხორციელდება, დაიწყება, გამოითქვა განსაკუთრებული საჭიროება ტექნიკური პროფესიების მიმართულებით. კერძო სექტორს აქვს მოლოდინი, რომ განათლების რეფორმის განხორციელების შემდეგ ბაზარზე არსებული ვითარება სრულად უპასუხებს მათ მოთხოვნებს და იმ გამოწვევებს, რომელიც ახლა მათ შორის დამსაქმებლების წინაშე არსებობს, როდესაც მაგალითად აბიტურიენტების 80% მოდის ამ დროისთვის პოპულარულ პროფესიებზე. ძალიან ბევრი არის სტუდენტი, კურსდამთავრებული, რომელიც შემდგომ ვერ საქმდება, იმის გამო, რომ კონკურენცია კონკრეტულ სფეროებში არის მაღალი, თუმცა არსებობს მოთხოვნადი პროფესიები, ვაკანტური ადგილები, სადაც არ არსებობს შესაბამისი მუშახელი, შესაბამისად ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალი რეფორმა, რომლის კონცეფცია შეიმუშავა ხელისუფლებამ და რომლის განხილვაც ახლა სხვადასხვა წრეების წარმომადგენლებთან აქტიურად მიმდინარეობს, ამ კონკრეტულ მიმართულებაზე არსებულ გამოწვევებს მოაგვარებს. რეფორმა ყველაზე მთავარი
უნდა წარიმართოს იქით და ამის გაცხადებული ასე ვთქვათ გეგმა და სურვილი მთავრობას აქვს, რომ ბიზნესის მოთხოვნაზე იყოს დაფუძნებული უკვე იმ სპეციალობებისა და კვალიფიკაციების ნუსხა, რომელსაც საჯარო უმაღლეს სასწავლებელზე ლაპარაკი მოამზადებენ. ასევე რაოდენობა უნდა იყოს თანხმედრაში იმ მოთხოვნებთან, მოკლევადიანი, საშუალოვადიანი, გრძელვადიანი მოთხოვნებთან, რომელსაც ბიზნესი ეკეთება. იმიტომ რომ ყველაზე მთავარი უნდა იყოს, რომ უმაღლეს სასწავლებელი ორიენტირებული იყოს არა სტუდენტის დღევანდელ სურვილზე, რა უნდა ისწავლოს, არა იმაზე, ეს სრული შეიძლება ასთენილი იყოს ბაზრის კონიუნქტურასთან, ამიტომ უნდა იყოს უნივერსიტეტი მორგებული, სად რო დაამთავრებს ეს სტუდენტი, სად დასაქმდება და რამდენად ექნება შანსი რო დასაქმების. წოდებისა და მოთხოვნის ბალანსი უნდა იქნეს სწორედ დადგენილი. არ შეიძლება რომ 2-3 მიმართულება იყოს შეადგენდეს 80% ჯამში აბიტურიენტების რაოდენობის, ანუ არ არის ეს ბუნებრივი, ეს ერთი. მეორე რომ ჩვენ ყველანი მომსწრე ვართ, რომ ვითარდება სხვადასხვა კუთხით ტექნოლოგიების თუ ასევე სხვადასხვა პროფესიული ვიწრო შედარებით ან შედარებით ფართო მოთხოვნის საჭიროება. ამასაც ფეხი უნდა აუღოთ. სწორად და სწორედ ეს არის მთავარი გამგასაღები და გამოსავალი იმისა, რომ კადრების დეფიციტიც შემცირდეს მინიმუმამდე და სიჭარბე პროფიციტი გარკვეული კადრების კუთხით ასევე დავიდეს მინიმუმამდე. ბიზნეს დიდი როლია ხომ ყველაფერში, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ხარისხის მართვაში, ჩვენ გვაქვს ბევრი ინფორმაცია, რომელთაც შეგვიძლია მივაწოდოთ თქვა განათლების სამინისტროს, იგივე ეკონომიკის სამინისტროს, ჩვენ რა გვჭირდება, როგორ გვჭირდება რომენი უნივერსიტეტებიდან უფრო კაი ხალხი მოგყავს, რას ვიხდით, რა არის საშუალო ხელფასი, რა დასაქმებული, რა შემდეგ და ამიტომ ჩვენ ამას შეგვიძლია ჩავერთოთ ერთი მსხი და მეორე მსხი ასევე შეგვიძლია ჩავერთოთ საჯარო უნივერსიტეტებში, რომ ქველმოქმედება გავწიო და ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელიც არ გააცოცხლეთ, ასევე ჩვენ მივიღოთ მონაწილე, რომელიც გააცოცხლეთ და ამაზე ვილაპარაკეთ ბევრი. შენიშვნა კი არ ქონდა, წინადადება ქონდა, რომ ტექნიკური პერსონალის განათლება რომ აწეულიყო, იმიტომ რომ დღევანდელი ტექნოლოგიები, რაც საქართველოში არსებობს, საჭიროებს სხვა მომსახურებას, იმიტომ რომ ეს არის მსოფლიო დონის ტექნოლოგიები გვაქვს ჩვენ და შესაბამისი ბალანსია დარღვეული. სპეციალისტი არ არის იმ დონის, რა დონის ჩვენ ტექნოლოგიები გვაქვს და თუ განათლების რეფორმაში ჩადებენ ამ ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მომზადებას, იქნება ძალიან წარმატებული პროექტი. მთავრობის ხელმძღვანელმა დღეს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან განიხილა განათლების ის რეფორმა, რომელიც მოამზადა მმართველმა გუნდმა, რა დაკვეთა აქვს ამ შემთხვევაში კერძო სექტორს, რა მიმართულებით სჭირდება მუშახელი, რომელიც არის ბუნებრივად კერძო თუ პროფესიული მიმართულებით კურსდამთავრებული სტუდენტი, გარდა ამისა, გუშინ მაგალითად იგივე კონცეფცია, რომელიც მოიცავს 7 საფეხურს, ამ საკითხის განხილვა შედგა მთავრობის ადმინისტრაციაში პროფესიული წრეების აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან და უნივერსიტეტების ხელმძღვანელ პირებთან. მთავრობის მიერ წარმოდგენილი ხედვა მოიცავს ზოგადად უმაღლესი განათლების მიმართულებით რეფორმას, ისევე როგორც სკოლამდელ რეფორმას, ზოგადად განათლების ყველა საფეხურს. ერთ-ერთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც მოვისმინეთ ყველაზე დიდი კრიტიკა კონცეფციის წარდგენის მერე ეს ეხება სკოლის 12 წლიანი სწავლების მოდელიდან შესაძლო 11 წლამდე გადმოსვლას, ვინაიდან ამ მიმართულებით არსებობს კითხვის ნიშნები, რამდენად უპასუხებს ეს ცვლილება ბოლონიის პროცესს. დღეს მაგალითად ამ კითხვის პასუხად განათლების მინისტრმა გითხრა, რომ წინააღმდეგობაში არ მოდის ეს იდეა, თუმცა ისინი მზად არიან ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიებისთვის, თუმცა ის, რომ მაგალითად უმაღლესი განათლების მიმართულებით გამოცხადებული ინიციატივებთან მიმართებაში არ არსებობს კითხვის ნიშნები, მმართველი გუნდის თქმით, ეს არის იმის დამსახურება, რომ იდეა არის ძალიან კარგი, რომლის განხილვაც, როგორც აღნიშნე, მიმდინარეობს სხვადასხვა ჩართულ მხარეებთან აქტიურად და ხელისუფლება ამბობს, რომ მზად არის დისკუსიებისთვის ნებისმიერ თემასთან მიმართებაში, შეეხება ეს სკოლამდელ განათლებას, სასკოლო განათლებას თუ უმაღლეს განათლებას, ისინი მზად არიან ყველა ჩართულ მხარესთან საკუთარი არგუმენტების და პოზიციების დასაცავად. მადლობა, პირდაპირ ეთერში ანა ბროლაძე საუბრობდა.